ჯარის ოფიცრები საშუალოვადიან დაგეგმარებაზე გავდივართ. ვერტიკალი ოფიცრების იყოს ყალად გზნობდეს თავს. თუმცა კიდევ ხომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომს როგორ შეძლებს ჯარი. ჯარს ომს შეძლებს. თუ ლიდერია, ყოლება დაუყოვნებლობის მაქსიმუმის მიღწევა არ არსებობს, იმიტომ რომ სულ ყოველთვის მიმდინარეობს. არის განვითარებადი სისტემა არის, კაცო და სულ რეორგანიზაციაში უნდა იყოს. ავადმყოფი, რომელიც კლინიკურ სიკვდილის მდგომარეობაშია, როდის გაწოცხლდება? ხო, ვერ იტყვი როდის გაწოცხლდება საბოლოოდ, მაგრამ ფულს შეამჩნევ თუ არა იმ მომენტიდან ის უკვე შანსი აქვს რომ გაწოცხლდეს, ხო? ხო, ეს არა, უნდა მეგზავნა. პულსი აქვს და სერიოზული პულსიც არის. არა, შემოგევლე პულსი. თუ ასევშით, სისტემად არაფერი არ არის. სახელმწიფოში სისტემად რა არის? მაგაშენოს არაფერი. უშიშროების საბჭო ყავს? არა ყავს. უშიშროების საბჭო გავს ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკანში, ვიცი? იქაური ვარ და იმიტომ კოლმეურნეობის კანტორაში კოლმეურნეობის თავმჯდომარე როგორ აგინებდა ხოლმე ბრიგადირი. თუმცა აქვე შემოვიდა. ზუსტად ეგ არის. უშიშროების საბჭო აუცილებელი არ არის. არა, ეგრეთ ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფოში ვართ, სახელმწიფოსაც მარტო MVD სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებელია. არც პარლამენტია, არც კანცელარია, არც აფერი არ მოგო სამი ფეისი ფუნქციონირებს. მიგანი არ არის. უშიშროების საბჭო შეიძლება იქცეს და უშუალოდ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბი შეიქმნას, რომელიც უშიშროების საბჭოს გიორგი, მოდი ამას ვიკავოთ. ვიღაცა უნდა განსაზღვროს ეს, რაც უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ. ანუ გადაწყობა შეიძლება, რასაც შენი ძახი, კი ბატონო. პარლამენტი შეიძლება კანტორა დაარქვა მაგას, რომელსაც ფუნქციას ახდენს უშიშროების საბჭოს. უშიშროების საბჭო ამ ფუნქციით, რომელიც თქვა რაღაცას გაერთიანებს, რომელიღაცა სისტემას უხდება, რომელიღაცა სისტემას არ უხდება. გააჩნია პოლიტიკურ სისტემას როგორ ავაწყობს თორა. თავისთავად უშიშროების საბჭოს ბუნებაში არსებობა, სადაც რაღაც ქართლის დირექტორები და ვიღაცები იქნება გაერთიანებული, არ არის საჭირო. თუ ყავს მინისტრთა კაბინეტი, უგაცავად და მინისტრთა კაბინეტის ამოცანა არის მიმდინარე პროცესების ანალიზი, შეფასება. რაც შეეხება გრძელვადიანს, ამისთვის არსებობს ინსტიტუტები. რაც შეეხება მოკლევადიანს, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ასე რომ თავად არის ჩვენ სისტემას როგორ ავაწყობს თუ ასეთ კონცეფციებში გაერთიანებულ ხო უშიშროების საბჭო არ ჭირდება. გაერთიანებულ შტაბს დავარქმევ. აქ არის ლაპარაკი, ჩვენ თუ არქმევ, ის უნდა ფუნქციონირებადი იყოს. თუ ფუნქციონირებს, თუ გინდა თუ სახელს არქმევ. არა, თუ სახელს არქმევ, რომ შენ გჭირდება ესეთი საბჭო, მაშინ ის უნდა ფუნქციონირებდეს და მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის თუ 2006 წლის დოკუმენტი არ უნდა იყოს, როდესაც 2008 წელს უკვე ომი გქონდა. ეს უნდა იყოს განახლებადი და უნდა გაძლევდეს ის ვექტორს, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ პრობლემა ის არ არის, რომ ქაღალდი არ აქვს, ეკ. პრობლემა ეს არ გაქვს. კიდევ სისტემა არ გვაქვს საქართველოში, ანუ მოთხოვნა არ არსებობს ამის არსებობის. იმიტომ რომ კიდევ ხომ მე დაუბრუნდები, იმის ბრალი კი არ არის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ. იმის გამო არის, რომ პოლიტიკური პარტიები იყოფებიან ფორს მაჟორში და ამით ვერ დაკავდებიან, იმიტომ მათ არ მიციან საშუალება, რომ ამით დაკავდნენ. ანუ ხო, ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებ. მე სულ ფორს მაჟორში მეყოლები შენ. კი, ანუ სულ საფრთხის ქვეშ მეყოლები და აქედან გამომდინარე სამოქალაქო საზოგადოება მის დღემ შეიქმნება, ხო? ეთანხმებიან პოლიტიკური პარტიების სამგვარად შეფასებაზე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფორს მაჟორშია ის არ არის ფორს მაჟორში და ის ხელისუფლებაში მოვიდა, ხელისუფლებაში ფორს მაჟორში იქნებოდა, არ უნდა გააკეთოს. უნდა კონდეს წარმოდგენა როგორ სიტუაციაში ვიმყოფებით დღეს, უნდა კონდეს ძალიან კარგი ნათქვამია, მაგრამ საშუალება უნდა კონდეს. ჩვენ რის საშუალება, კაცო, იმის საშუალება უნდა კონდეს, რომ დღეს მოვითხოვო, რომ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამის საშუალება. არა, მაგის საშუალება მაგაზე არ. აბა სააკაშვილო გაიგეს. აბა რა რაზეა ლაპარაკი. ძალიან მარტივად არის საქმე რა. იმისთვის პოლიტიკური პარტია არ შეიძლება ეს გაღიზიანებულად ვისაუბროთ. ეს ისეთივე, როგორც მეპურე გჭირდება, როგორც სამედიცინო სფერო გჭირდება, ზუსტად ესე გჭირდება პოლიტიკური პარტია და მასაც ისევე უნდა სისტემის ნაწილია. მოიცეთ და მივად, მაგრამ ისე გჭირდება იმისი გარდა, როგორც დაუშვათ სამედიცინო სფერო იზრდება, ხო? შენ თუ გინდა გქონდეს სამართყოფოები, შენ გჭირდება, რომ მათ ამის პირობები შეუქმნი. თუ ამის პირობებს არ შეუქმნი, როგორც პოლიტიკურ პარტიებს არ უქმნიან განვითარების პირობებს, შენ პოლიტიკურ პარტიებს ნუღთხოვ. ანუ შენ საზოგადოება, როცა პოლიტიკური პარტიებისგან რაღაცას მოითხოვ, შენ საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა მიიცე. ამას რაზეა საუბარი? დღეს საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთთან. ეს არის სახელმწიფო შენელობაში. როდის მიეცა პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი განვითარების საშუალება? მოდიოდა ხელისუფლების გვერდით იქმნებოდა რაღაცა არ უნდა პარტია სახელმწიფო პარტია, რომელიც ყლაპავდა მთელი რესურსი იყო ამ სახელმწიფო პარტიის, რომელიც იყო ფაქტიურად გამკარგავი. ეს იყო სამჭედლო, რა ქვია, ადგილობრივი მმართველობის, ეს პარტია იყო სამჭედლო პარლამენტის უმრავლესობის, ეს პარტია იყო სამჭედლო მთავრობის. ანუ მთელი ეს ფინანსური ისინი
იყრიდა თავს და უზრუნველყოფა უკეთდებოდა ამ მმართველ პარტიას. ესე იყო გვალიმაგიდა თავისუფალი საქართველო, ესე იყო ისა მოქალაქეთა კავშირი, ესე არის ნაციონალური მოძრაობა. ახლა მითხარი დანარჩენ პარტიებს როდის და სად ეძლევათ საშუალება იმისა, რომ ამ პარტიებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ როგორც სისტემა, რომელსაც შეეძლება უკვე მართლა სრულუფლებიან პარტიის დონეზე გაშალოს სფერა. აი, გიორგი თქვა სწორად. თქვა ის, რომ მოთხოვნილება გაჩნდება საზოგადოებაში, გაჩნდება ეს დავარ, რასაც ქვია, ხო, საქონელის გაჩნდება თავის ადგილზე. გეუბნები დღეს ჩდება ეს მოთხოვნილება. არა, დღეს გაჩნდა ეს მოთხოვნილება. ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ესეთი მძაფრი მოთხოვნილება დემოკრატიისა არ ყოფილა არასდროს, რომ იყოს დემოკრატიული კაცო არ ვითხოვ მე ამ დემოკრატიას, არ ვითხოვ დემოკრატიას. ელემენტარულად ვითარდება როგორც საზოგადოება, რომელიც ითხოვს საუბრად. ანუ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის აუცილებლობა დღეს რო დგას აი ესე. აქამდე არ იდგა. ჩვენი წვალებით, ჩვენი ოფლით მოპოვებული დემოკრატია მინდა და სამოქალაქო შექმნით, ჩემი ხელით შექმნით სამოქალაქო საზოგადოება. უკვე ვართ სამი კაცი ამ სამოქალაქო საზოგადოებაში. ხო, ძალიან ბევრი ვართ. ამიტომაც ამათმა კონსტრუირება უნდა მოახდინოს საკუთარ თავში, რამენაირად. და უნდა სწავლონ პოლიტიკურ პარტიებო, კეთილინებეთ და მითხარით, დღეს ვიმყოფებით თუ არა სამომრავლობაში. არის თუ არა საქართველოს ოკუპირებული რუსეთის მიერ. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო მაშინ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ ვიმყოფებით სამომრავლობაში რუსეთთან და ვართ ოკუპირებული. და მის შეხედვით რა საყვირალია. არა, სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოება მაგლუზუნგით არ დაიწყებს. ანუ სამოქალაქო საზოგადოება მაქელაზე პლანკას არ აწევს, რომ ნიშა გადადიქ. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიების პლანკა, რომ იმათმა იძახონ ნიშა გადადიქი და ეგ იმათინება ახლა. ზოგი პარტია სხვა დააყენებს, ზოგი პარტია დააყენებს, რომ მე წავალ მოლაპარაკებაზე, ზოგი პარტია იტყვის, რომ მე ჯერ ადგილობრივი არჩევნები მირჩევნია მოვიგო, ზოგი პარლამენტს მიეხება. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ეს უნდა იყოს კიდეც ესეთ. ეს არ არის დანაშაული. არ არის დანაშაული, მე ის არ მithქვამს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც გაიძახის გადადექი მოღალატეზე, გადადექი როგორ შეიძლება მოღალატეს უთხრა გადადგება კაცო. ნუ ხო, მოდი სამხედროები ვართ ესე თქვა. დაუშვათ ჩვენ ყავს ხავარს. ნუ კაი, გადადექის აგისრულებს და დამაჭერნა შენ თავი, მაგას შეისრულებს. აღარ მოღალატეს რა გაიძახის. ეგეთ იმას ვადებ, რომ მოღალატე ესე გამოდის, რომ მაშინ დასაჯო მოღალატე. ის თავად ხადია, ჩაგბარდება მოწინააღმდეგე. საკუთრების გეუბნები რაც გითხარი ხა. ხო, აი, მართლა, შენ მაგ პროკურორი დამინჯექი, ეგრეთ ითხოვს მადლებს. არ შეგისრულებს არავინ ორი აზრი არ არის. გეომება რუსეთი და რუსეთთან ერთად გეომება შენი საკუთარი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი საკუთარი ხელისუფლება არ არის. არის მის მიერ დასმული აგენტი, აგერ ფაქტები. მის მიერ შემუშავებული ფაქტები. ეუბნები გამიჩნე მაინც, არ არის ეს შენი პრეზიდენტი. შენ თუ როგორც სამხედროს ისე მეუბნები, როგორც სამხედრო პასუხო. რა უნდა გააკეთო? აქ არსებობს ორ ფრონტზე ომს, ჯობია ერთ ფრონტზე ომი. ჯერ უნდა მოიცილო ერთი ფრონტი და მერე მიხედო მეორე ფრონტი. ყველა შემთხვევაში ერთი შემადგენელია ეს ორივე. ერთი ფრონტია ეს. არა, ზოგადად მე არ ვამბობ დღეს უნდა ამბოხდეთ და ზარბაზით უნდა დავედა. მეცად ამფაროს რა უნდა ამბოხდე, გაგანი თავზე დაგდგომი ამ ხელა გველეშაპი და რა ამბოხდე და ის უნდა რა. აი ამ სახის კონფლიქტები შესაძლებელია შედიოდეს რუსეთის ჩვენ ამბოხება ისეთი თემაა რა. მოდი ესე ვთქვით, მიზანი სწორად განსაზღვრა. და გეთანხმები რომ მიზანი არის ეს. მაგრამ ერთია რომ მიზანი იცოდე, მეორეა გზა. ალბათ აქტიური ერთია რომ რა გინდა და მეორეა როგორ უნდა მიაღწიო. რა თქმა უნდა. კი ბატონო. აი როგორ სამხედრო შენ როგორ დაგეგმავდი დაუშვათ ოპოზიციის ქმედებას. ოღონდ კრიტიკა არ დავიწყოთ ოპოზიციის ქმედებას რატო დაგეგმავდი? მე სულაც არ დაგეგმავდი ოპოზიციის ქმედებას, რა ჩემი საქმეა. მე ვარ საზოგადოება და მე მაინტერესებს როგორ გეგმავს ის. რამდენად რეალურად აღიქვამს არსებულ რეალობას და რამდენად რეალურად თავაზობს გამოსავალს. თქვენ შორის ის განსხვავება რომ ეს კითხვებს სვამს საზოგადოების სახელით და პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან ხედები მიართვან. აბა რა მე გავარ შენ წარმოგიდგენია რომ სამოქალაქო საზოგადოება თითო ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ პოლიტიკური პარტიებიც ეს სისტემა როგორც პოლიტიკური პარტია ვითარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ანუ ქმედებაში ორთავე. ერთი დასკვნა, ანუ ჩვენ როგორც მშელოთ, მივედით იმ დასკვნამდე დღეს საფრთხე არის არამატო საგარეო საფრთხე არსებობს, არამედ საფრთხე არის ის, რომ ჩვენ თვითონ მზად არ ვართ ამ საფრთხეს რაღაც ქმედითი ღონისძიებებით უპასუხოთ. ვინ ჩვენ? ჩვენ საქართველოს. ნუ გაყო, სააკაშვილი საქართველოა, ნაციონალური საქართველოა. არა, სააკაშვილი საქართველო შეიძლება ვარით არის. ესე ვერ დაგეთანხმები ახლა. ვერ დაგეთანხმები. ნუ დამეთანხმებით. რეალობა. ანუ შენ მოგწონს, არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არა, ვიღაცა რა მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, მაგას მომწონს, არ მომწონს, მისი ამფასი მომწონს, გამოხედვა მომწონს, ან რა ჰაბიტუსი მომწონს, მაგას არ ვამბობ. საქართველოს არ არის გაიძახი. არა, საქართველოს არის. სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ახლა რანაირად შეიძლება დამარცხნოთ, რომ ეს კაცი იქცევა სწორად. გეუბნები 2006 ნუ აიღებ იმას, რომ აი ცალსახად და ესე ადასტურო, რომ დაუშვათ ის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.
ანუ მოდით ესე ვისაუბროთ. ჩვენ სამხედროებს როცა გეგმავთ მოწინააღმდეგე ჩანაფიქრის გამოსცნობას როცა ვაპირებთ, ხო?